მოგესალმებით. ამ ვიდეოში თქვენი სწავლით, როგორ გამოიყენოთ Genial.ly და შექმნათ ინტერაქტიული პრეზენტაცია მის გამოყენებით. პირველ რიგში შევდივართ ამ საიტზე Genial.ly და register და დავრეგისტრირდებით. მოვწყაბავთ აი ამ ღილაკს, ვეთანხმებით პირობებს, შემდეგ დავაწყაბებთ Google-ის გაგრძელებას, continue with Google და ავირჩევთ იმ პოსტას, რომელზეც გვინდა რომ დავრეგისტრირდეთ. პირობითად აი ამ პოსტას ავარჩევ. ველოდები, როდის ჩაიტვირთება. მე ავირჩევ education-ს, ანუ განათლებიდან ნებისმიერ სფეროს აქ, პირობითად secondary education, ანუ საშუალო განათლებას, დავაწყაბებ next ღილაკს. შემდეგ ავირჩევ მასწავლებელს, teachers, დავაწყაბებ next ღილაკს. შემდეგ აქ მეუბნება რომ თავაზობს რაღაც ფასიან ვერსიებს და ვეუბნები რომ no thanks, არა მადლობა. და აი ეს სივრცე აქედანაც გამოვდივარ, ცხადია. აი ეს upgrade to premium ნიშნავს რომ ფასიანი ვერსიაა, ეს არ გჭირდება, ცხადია. და აი ქვემოთ მოცემული აი ამ ჩანართებიდან ნებისმიერი მათგანის გამოყენება შემიძლია მე ჩემი საკუთარი რესურსის შესაქმნელად. მაგალითად დავირჩევ პრეზენტაციას, presentations, დავაწყაბებ create ღილაკს. და ქვემოთ შემოთავაზებული პრეზენტაციებიდან შაბლონად გამოვიყენებ ნებისმიერს, გარდა აი ამ ვარსკვლავებიანი პრეზენტაციებისა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს გახლავთ ფასიანი პრეზენტაციები. დავაწყაბებ. შემდეგ აი ამ ღილაკს use this templates, ანუ გამოვიყენებ ამ შაბლონს. აქ არის რამდენიმე გვერდი მოცემული პრეზენტაციისა. ამ შემთხვევაში მე ვიდეო გზამკვლევისთვის არ მჭირდება ყველა ეს ფურცელი, რა თქმა უნდა. ავირჩევ პირობითად სამ მათგანს. დავაწყაბებ add ღილაკს. add ნიშნავს დამატებას. ველოდები, სანამ მომზადდება ეს შაბლონი იმისთვის, რომ რედაქტირება შევძლო, აი ზუსტად ამდენი ხანი დაჭირდება თქვენთანაც. როგორც ხედავთ, აი მზადდება ჩემთვის ეს სამი გვერდი შაბლონისა. და შემდეგ დავიწყებ აი ამ ჩემი არჩეული შაბლონის რედაქტირებას. აი წარწერებზე დაწყაბებით შემიძლია ეს წარწერები პირდაპირ ესე წავშალო, შევიყვანო ჩემი წარწერა, მაგალითად ტესტ რაღაცა. აი შემიძლია თუ არ მჭირდება ეს მთლიანად წავშალო საერთოდ ეს ჩანართები პრეზენტაციაზე. შემიძლია გამოვიყენო, ასე ვთქვათ, მიზნობრივად. თუ წაშლა მინდა, ცხადია, ქვემოთ delete ღილაკს დავაწყაბებ და წავშლი. ოღონდ ამ შემთხვევაში წაიშლება მთელი გვერდი, იმიტომ რომ გვერდის წაშლას მივანიშნე. მოკლედ, აი ესე შემიძლია ჩვეულებრივად delete ღილაკის გამოყენებით წავშალო ეს წარწერები და შევიყვანო ჩემი საკუთარი. ასევე შემიძლია მთლიანად აი ამ ჩანართების გააქტიურებით მთლიანად წავშალო ეს ოთხკუთხედებით და ოღონდ კარგად უნდა მივათითოთ რისი წაშლა გვინდა, კარგად უნდა მოვნიშნოთ, ცხადია. შემდეგ განვიხილოთ ეს მენიუ, აი აქედან შეგვიძლია ტექსტის შეყვანა, სათაურები სიდიდეების მიხედვით, აი ასე. შემიძლია ეს ჩავწერო რაც მინდა, ცხადია და შემდეგ აი ეს ავწიო, სადაც მინდა. ეს ჩემი მიერ შეყვანილი სათაური. დავაპატარაო, აი ასე. და წამოვიღო სადაც მინდა. შევიყვანო ასევე აი ფოტოები, უკვე არსებული ფოტო არქივიდან.
ასევე საკუთარი კომპიუტერიდან გადმოთხრებით ესე დავსვამ სლაიდზე. დავაპატარავებ ან გავზრდი ცხადია. შემიძლია შევიყვანო აი ესეთი ტიპის რესურსები. აი ესე. აი ესეთი დიაგრამები. თავისი მონაცემებით აი აქედან. ასევე შემიძლია შევიტანო ინტერაქტიული ელემენტები, როგორიც მაგათად Facebook-ის ემბლემა. გაჩნია რომ მიზნობრივად რა გსურთ თქვენ. აი ასეთი თვალი, გადახედვის ფუნქცია. ასევე insert ხილაკის გააქტიურებით საკუთარი კომპიუტერიდან ვიდეოს ატვირთვის საშუალება არ მაქვს, მაგრამ შემიძლია დავადო ხმა. აი პირობითად ახლა მე ვსაუბრობ და თან ჩემი ხმა იწერება. შევწყვეტ ამას. და შემდეგ ეს აუდიო აი ავტომატურად ჩაჯდება აქ, შემიძლია სადმე გადავსვა, სადაც მინდა იქ, რა თქმა უნდა. ასევე შემიძლია შევიყვანო ბმული, მაგალითად აი ეს ბმული. აი აქედან. ესე. Enter relax-ზე დაწყაბებით. ეს ბმული, აი აქ ჩამიშენდება მე, შემიძლია დავაპატარავ და მოვათავსო. სადაც მსურს შემიძლია ბექგრაუნდი ავირჩიო, საკუთარი ან უკვე შემოთავაზებულებიდან პროგრამა გვთავაზობს. და მე უკვე გადავათვალიეროთ, რაც გამოგვივიდა preview relax-ზე დაწყაბებით. სათავს დავარქმევთ ჩვენს შექმნილ პრეზენტაციას. შევინახავთ და პირობითად დავათვალიერებთ, რაც გამოვიდა, აი რაც დავიტანეთ თქვენ. შეხედეთ ახლა აი ამ ვიდეო გაკვეთილის მსვლელობისას ყველაფერი აქვეა. ახლა როგორ ვაზიარებთ? შეგვიძლია აი აქედან პირდაპირ დავამატოთ ადამიანის პოსტა, ვისაც უზიარებთ და ის შეძლებს დამატებას აი ამ ჩემს პრეზენტაციას და ასევე მეორე გზა, აი აქ დავაწყაბებ all set relax. ეს დარჩება, რა თქმა უნდა, public, ანუ ყველასთვის. All sets დავაწყაბებ ასევე. და მე აი აქ share relax-ზე დაწყაბებით. აქედან ავიღებ ბმულს, წავიღებ სადაც მინდა. ან კიდევ აი ისევ აქ present relax-ი გაჩნდება, იმ all set-ის ნაცვლად, present არის პრეზენტაცია, ხო? დავაწყაბებ ისევ share relax. და შემიძლია აი აქედან ავიღო ჩაშენების კოდი. დავაკოპირო და წავიღო სადაც მინდა. ასევე აქედან შემიძლია პირდაპირ მეილზეც გავაგზავნო აღნიშნული პრეზენტაცია და ასევე სოციალურ ქსელებშიც გავაზიარო. ცხადია, რომ ამ პრეზენტაციის ჩამოტვირთვის უფლება ჩვენ არ გვაქვს, რადგან უფასო ვერსიით ეს შეუძლებელია. იმედი მაქვს მოგეწონათ აღნიშნული ინსტრუმენტი და გამოიყენებთ თქვენს პრაქტიკაში.